დიმიტრი ზოიძე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ჭაგება. უფრო რა თქმა უნდა მეყვარს ფეხბურთი. უკვე 1 წელია ვთამაშობ შავ ზღვაში. ამიტომ უნდა და შევსულიყავი და მე მეც მომეწონა. ახსოვს პირველი დღე შავ ზღვაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ ნერვიულობდი. ჯერ ბავშვები გავიცანი და მე წვრთნელი. ჩემი წვრთნელია ბექა ცემცაძე. ის არის ძალიან ყურადღებიანი და მხიარული მასწავლებელი. მეორე წვრთნელიც ყავს დიმა მასწავლებელი. დიმა მასწავლებელი არის უფრო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ფეხბურთში ზოგჯერ შუაში ვარ, ზოგჯერ მარცხენა ფლანგზე, ზოგჯერ მარჯვენა ფლანგზე, ასეთ ფეხბურთს გვეთამაშებს. მე ყველაზე უფრო მომწონს მეკარეობა, იმიტომ რომ ადვილად ვიღებ პენლებს. ისე მიყვარს გოლების გატანაც. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 270 გოლი. მთელი ცხოვრების მანძილზე. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. 2 გოლიც იყო რა. ერთი თავით ჩავაგდე, მეორე ცხრიანში დავარტყი. ჩამიწოდეს მაღალი ბურთი და დავით გავიტანე ცხრიანში. მე კარი გადახტა, მაგრამ ძალიან ცოტა დააკლდა. მე ყველაზე კარგად გამოდის ძლიერი დარტყმა. გამოსაცდელებელი მაქვს მატაობა. ჩემს საყვარელი ფეხბურთელია ხოჯა კვარაცხელია. საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 19 ნომრით. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და ვაპირებ ვითამაშო დიდი ფეხბურთი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ ფეხბურთი უფრო მომეწონა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ვერთობი და კარგ დავალებებსაც გვამაძლევენ. კიდევ იმიტომ, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ივა კონცელიძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ გვარიშვილი. ყველაზე მშვიდია მილანა კვირიკაძე. ყველაზე ბედნიერია ლევან ბერდიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ნიჭიერი. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ რომ ჯერ ვეძებ კარგ გოგოს. თუ კარგად მოძებნი, ნახავ 5 წელში. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ, მაგალითად გიორგის, დანიელს, ელენეს და ნუცოს. ჩემ ცოლს დავარქმევ ლუდას. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მასწავლებელია მანანა დევაძე. იმიტომ რომ ძალიან მხიარულია, ყურადღებიანი, თავაზიანი და მეგობრული. ახლა მინდა რომ ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ უფრო ვიქნები ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მამიდა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი ძმა 2 წლის და ჰქვია დამიანე. ის არის საყვარელი, ცელკი და მჭამელი. ჩემი აზრით დამიანემ გაიზრდა გამოვა ინჟინერი. მამიკო არის სიმპათიური, ძლიერი და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჯადოქარი მარსია. საყვარელი ფილმია წითელი პანდა. ჩემი მოცნობს სასუქარია PlayStation 5. ჯადეს ჯოხი რომ მქონდეს, ავიქნევდი და მამა ჩემი მიყიდა PlayStation 5-ს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. ალბათ წავალ ცოლთან ერთად რომ ვიქნები 27 წლის. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად ჩემი ჰობია ჭრაკერვა. და ფურცლებისგან მრავალ რაღაცებს ვაკეთებ და საინტერესოს. მაგალითად მანქანებს, თვითმფრინავებს, გემებს, მაგალითად ავტობუსებს. ამ ყველაფერს ვჭრი და მე ვაწებებ. ეს საქმიანობა არავის არ უსწავლებია, მე თვითონ ვისწავლე. მე ვარ ყოველ მხრივ ნიჭიერი ბიჭი. ბედნიერება არის PlayStation 5-ის ჩუქება, ყურსასმენების ჩუქება, ტელეფონის ჩუქება და დედაზე მჭახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.